დღეს მინდა განათლების ორ ფუნდამენტურ ფუნქციაზე ვისაუბროთ. პირველი, ეს არის ეკონომიკური ემანსიპაცია და თავისუფლება. როცა საქართველოში განათლების კრიზისზე ვსაუბრობთ, ხშირად მხოლოდ მომავალ თაობებზე ვფიქრობთ, მაგრამ ამ პროცესის ყველაზე მძიმე შედეგი უკვე მიღებული აქვთ იმ ადამიანებს, ვინც საბჭოთა სისტემაში გაიზარდა და შემდეგ სრულად განსხვავებულ, არასტაბილურ ეკონომიკურ რეალობაში მოუწია ცხოვრების გაგრძელება. ეს არ იყო სისტემა, რომელიც ადამიანს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას, მეწარმეობრივ აზროვნებას ან მოქნილ ადაპტაციას ასწავლიდა. ის უფრო სტაბილურ, ხაზოვან სამყაროზე იყო აგებული, სადაც წესები წინასწარ იყო განსაზღვრული. იგივე ეხება სრულად ქაოსური საქართველოს 90-იანების თაობას, რომლის თვალწინაც დაინგრა ძველი სამყარო. ახალმა სისტემამ კი ვერ მისცა ვერანაირი სიცოცხლესუნარიანი ინსტრუმენტი. შედეგად, ბევრმა ადამიანმა მიიღო ცოდნა, მაგრამ ნაკლებად მიიღო ის უნარები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გადამწყვეტია. ინიციატივა, ფინანსური აზროვნება, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა და თანამშრომლობა. ამიტომ, როცა ხშირად გვესმის სტერეოტიპი, თითქოს ქართველების არმაცები არიან, ეს ახსნა ძალიან ზედაპირულია. თუ კარგად დავაკვირდებით რეალობას, ვნახავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად უზარმაზარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის ფასად შრომობენ. ბაზრებში, სოფლებში, ქალაქებში ეს არ არის სიზარმაცის სურათი. ეს უფრო სისტემის სურათია, რომელმაც ბევრ ადამიანს არ მისცა შესაძლებლობა საკუთარი შრომა უფრო მაღალ ღირებულებად ექცია. ამ კუთხით საინტერესოა ეკონომისტის ამარტია სენის იდეა, რომ განათლების მიზანი არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ადამიანის შესაძლებლობების გაფართოება. ანუ ადამიანი უნდა გახდეს არა უბრალოდ მუშა ძალა, არამედ საკუთარი ცხოვრების ავტორი. განათლებას აქვს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია. ეს არის ადამიანის განვითარება, როგორც მოქალაქის, როგორც პიროვნების, რომელიც ცხოვრობს სხვებთან ერთად. დღეს ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროშიც კი ვხედავთ სოციალურ დაძაბულობას, აგრესიას და გაუცხოებას. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ცოდნა და პროფესიული უნარები საკმარისი არ არის. სკოლამ უნდა ასწავლოს არა მხოლოდ რა ვიცოდეთ, არამედ როგორ ვიცხოვროთ ერთად. მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. თუ ეს მიზნები თითქმის ყველა საგანმანათლებლო სისტემაში დეკლარირებულია, რატომ არის მათი რეალიზება ასეთი რთული? აქ სამი ძირითადი მიზეზი იკვეთება. პირველი, შეფასებაზე ზედმეტი ფოკუსი. როდესაც წარმატება მხოლოდ ნიშნებით და გამოცდებით იზომება, ბუნებრივად იჩრდილება ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა თანამშრომლობა, ემპათია და პასუხისმგებლობა. მეორე, მასწავლებლის გადატვირთვა. ბევრ მასწავლებელს უბრალოდ აღარ რჩება დრო და ენერგია იმისთვის, რომ ბავშვებთან ღრმა ადამიანურ საკითხებზე იმუშაოს. და მესამე, მეთოდების დეფიციტი. ხშირად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ნაკლებად ვიცით როგორ. როგორ შეიძლება ეს პრაქტიკაში გამოვიდეს? მსოფლიოს გამოცდილება გვაჩვენებს რამდენიმე ეფექტურ მიმართულებას. პირველი, სოციალური და ემოციური სწავლება, სადაც მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი ემოციების ამოცნობას, მართვას და სხვისი პოზიციის გაგებას. მეორე, პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, სადაც ბავშვები მუშაობენ გუნდურად და რეალური პრობლემების გადაჭრას ცდილობენ. აქ სწავლა ხდება თანამშრომლობის პროცესში და არა კონკურენციაში. მესამე, ლიტერატურა და ჰუმანიტარული აზროვნება, სადაც ტექსტები არ არის მხოლოდ გასაანალიზებელი მასალა, არამედ ადამიანური გამოცდილების გასაგებად გახსნილი სივრცე. ასე ნელ-ნელა ყალიბდება ის, რასაც ხშირად შინაგან მორალურ კომპასს ვუწოდებთ. არა შიშზე დაფუძნებული ქცევა, არამედ გააზრებული პასუხისმგებლობა. საბოლოოდ, განათლება არ არის მხოლოდ პროფესიის სწავლება, ის არის ერთდროულად შესაძლებლობის გაფართოება და ადამიანად ჩამოყალიბება. და ალბათ მთავარი კითხვაა დღეს ის არის, როგორ უნდა დავაბალანსოთ ეს ორი მისია ისე, რომ არც ერთი არ დავკარგოთ. და თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს რომელი უფრო რთულია ჩვენს რეალობაში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა თუ ადამიანური უნარების განვითარება? ველოდებით თქვენს აზრებს კომენტარებში.